ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა მოდელი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონებისთვის ამ სახელწოდების სემინარი გამართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრაზე ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლისა და საინოვაციო პოლიტიკის თემები განიხილეს. მომდევნო წლიდან მოსახლეობას 150-მდე ქართული არხის ნახვის საშუალება სწორედ ციფრული მაუწყებლობის საშუალებად მიეცემა. ქსელში ჩართვის მსურველებს კი ხელისუფლებისგან სალიცენზიო ნებართვა არ დაჭირდებათ. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის დარგში სოციალური ინოვაციების საკითხებზეც. სემინარი ასოციაცია ევროპული გამოკვლევების საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის ორგანიზებით ჩატარდა. ჩვენ უნიკალური შემთხვევა გვაქვს, როდესაც ერთი წლის განმავლობაში გვინდა მთლიანად გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე. 20 მილიონია მე მგონი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ამ ღონისძიებაზე. ტექნოლოგიების განვითარდა, რომ ერთ სატელევიზიო არხში ეხლა შესაძლებელი იქნება 15 სატელევიზიო არხის გადმოცემა. თქვენ წარმოგიდგენთ რა ყველა ეკონომიას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც საშუალო რესურსის გამოყენების მხრივ, ასევე სატელევიზიო პროგრამების ეს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. იმიტომ რომ აქამდე თუ ლიცენზიის გარეშე თქვენ არ შეგეძლოთ მუშაობა, ასე რომ კავშირის მოთხოვნა არის. ეხლა იმდენად ბევრი იქნება ეს სატელევიზიო არხების რაოდენობა, რომ ლიცენზირება საჭირო აღარ იქნება.